დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან სიამოვნებს, რომ დღეს აი მოღრუბლულ ამინდში ჩვენ სახალისო ესეთ განწყობას ვქმნით. Ну, წინა ოთხშაბათი გახსოვთ, დიანოდარი კვლავ ჩვენთან ერთად არის და სხვა შორის პირველმა გადაცემამ რაღაც გარკვეული შედეგი გამოიღო ჩვენ. და გამოხმაურებად ძალიან ბევრი ქონდა პირადად ნოდარსაც, ვიცი. და პასუხების წერაც მოუწია გვიან გამომდა ესეც ვიცი. ორი დღე არ გავჩერებულა არამჟამად კომპიუტერიდან. რაც თან სიამოვნებს, მაგრამ თან ცოტა. არა, მაგას უნდა მიეჩიოთ. სხვა გამორიცხული, სხვა შანსი არ აქვს. არა, ყველას დახმარება უნდა და არ მენანება ხოლმე როგორც ეს მე ყველას პასუხობდა. თუმცა ალბათ შეუძლებელია ხო რომ ყველა თანაბრად დააკმაყოფილოთ თქვენი პირადი Facebook-ის გვერდის მეშვეობით, ამიტომ ჩვენ გითხოვთ პირდაპირ ეთერს იმისთვის რომ ეს რეკომენდაციები პირდაპირ ეთერში უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გასცეთ. თამაშიკომ რომ წამოჭრა თავის ზაღლის მავნეჩვევების პრობლემები, მე მგონი ეს პრობლემები არ ვიცი ხა მოგვარებულია თუ არა, მაგრამ ძალიან წყდება გულო დღეს ვერ მოახერხა ეთერში გარკვეული საქმეების გამო მოსვლა, იმიტომ რომ ძალიან ტებებზე საუბარი როგორც მამას, ხო. ძალიან იყო დაატვირთული შეკითხვებით და მობილიზებული რომ უფრო მეტი გაეგო. იგი ძალიან მონდომებული იყო, კარგი ეგეთ პატრონები მიყვარს, რომ ყველაფერი გაიგოს თავის ძაღლზე და მე ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა და აი ერთ-ერთი ესეთი სამაგალითო პატრონი იყო. და პირველივე შანსი არ გავუშვა ხელიდან, ამისთვის რომ თქვენ ესე ვთქვათ ბანჩისთან ურთიერთობა დაგებრუნოთ. მე მგონი ჯერ ნახოთ თქვენი და ბანჩის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური სეანსი პირველი და შემდეგ გავშალოთ ეს თემა და გავაგრძელოთ საუბარი. ესე იგი ეს არის ბანჩი, ესეთი ჭკვიანი ჯერ არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ ზუსტად იცის რატო არის ახლა გაჩერებული, რომ მე უნდა ვეთამაშო. არის ლაბრადორი, არის ჩემი ოჯახის წევრი. ჩემი მშობლების მესამე შვილი. მოკუდე. всё, ბანჩი. Ради кичкартат. Хоча. ძალიან უყვარს. ბანჩი რომ მოგვიყვანეს და გვაჩუქეს, სხვა გზა აღარ ქონდათ ოჯახის წევრს, რა თქმა უნდა, მიიღეს ისიც ისევე როგორც მე ხო არ გამაგდებდნენ სახლიდან. გამოვაცხადე რომ არ დავინახო სახლში ძაღლი და აჩიკომ რო თქო რომ უნდა მაჩუქონ, ძალიან შევიცხადე რომ არავითარ შემთხვევაში არ დავინახო ძაღლი. მაგრამ რომ მოიყვანა, ისეთი საყვარელი იყო, ისეთი აი სასწაულად ჯო ჩავისვი კალთაში, აღარც გადასულა კალთიდან, მე სულ დამყვებოდა თან. თავიდან იყო ცანცარა ის ყველაფერი სახლში რაღაცების გაფუჭება, დაღრნა, ეს ყველაფერი გავიარეთ წინვალეთ, წარმატებით, აუყვანე მწვრთნელი ასე ვთქვათ. და რამოდენიმე გაკვეთილის მერე შევეშვი, იმიტომ რომ ასწავლიდა მაგალითად, აი დაჯექის ასწავლიდა, იცით როგორ? დაჯექ, აი ესე უბნეოდა. და მე ვერ წარმომიდგენია ოჯახის წევრს კი არა და ესე არავის არ ვესაუბრები და უცბად აი როგორ ან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ქუჩაში მივსეინო ჩემ ძაღლთან ერთად და უცბად დაჯექ და მე გავაგრძელე საუბარი. მოხდა ისე რომ მქონდა დრო. ყველაფერი ვისწავლე, დაჯექი, დაწექი, ქუჩაში სიარული, თამაში ბურთით, აი ყველაფერი ეს ყველაფერი იცოდა. მე უკვე როდესაც მე უფრო გამირთულდა გრაფიკი და ბანჩის მოუწია ჩემ მშობლებთან, ანუ ძირითადად უფრო დედაჩემთან ყოფნა, რასაც შვილიშვილებს ემართებათ ხოლმე ბებია ბაბუასთან, იგივე დაემართა დედაჩემთან გატუტუც და ცელქობდა ძალიან და თუ რამე საფუჭებდა ყველაფერს მალავდი. ბებია ბაბუებს რაც ჭირთ ხოლმე ის დაემართა, რომ ტკბილი თუ არ შეიძლება ტკბილი უნდა მიცეს, მე თუ ტუქს ავისეფერება. ცელქობით მეტად ცელქობდა და მე რომ მეწოდებოდა ხოლმე რაც ემონ მეთქი, რასაც აფუჭებდა უმეტესობას ისე მალავდი და ყრიდი რომ არავის ენახა. საბოლოო ჯამში ეს არის დათური სამსახური. მე ასე მგონია, იმიტომ რომ თუ დასასჯელია და რამე დააშავა, მე მგონია რომ უნდა იცოდეს როგორც ბავშვმა ასევე ძაღლმა რომ მან დააშავა. კიდე ძალიან. როცა ყველა გავდივართ ხოლმე ადის მშობლების მასე საწოლზე და კაი გემრიელად ატრიალებს იქაურობას. რო დაინახავს რომ უკვე ჩავიცი და უნდა გავიდე, ხან გაიბუტება შემოსასვლელში დაწვება, თათში ჩაყოფს თავს და არ შემოვხედავ. ხან რო გავდივარ, ისეთი არამზადა სახი აქვს. დგას ყურებს უკან გადაიწყობს და ისე მიყურებს ხოლმე რა ახლა გახვალ შენ და ნახე რას ვიზავ, სახლს მახვედრებს ამოტრიალებულს. თუ შემოსასვლელში დავტოვეთ ადის სავარძელზე როგორ ახერხებს არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა დადო, ჩემოდანი, სკამი, ყველაფერი ხდება დაბლა და ბანჩის ბეწვები. საბანი, ბალიში აი აკრია ხოლმე, აქ არის გამოტანილი. აი ბოლომდე ყრის დაბლა ყველაფერს. ესე სახში რო ვართ, არსად არ ადის, იცის თავისი ნოხი აქვს და იმაზე წვება, ან ესე სადაც მოუნდება. სახში როცა არ ვართ, მერე უკვე ყველაფერი არის მის მფლობელობაში. აღებს სამზარეულოს კარს. არ ვიცი როგორ სახლის ჩუსტები მაქვს სულ დაღრმნელი
ის აღარ ახსოვს აღარაფერი. იმიტომ რომ ყველა ძაღლის მონიშნულზე ხო თვითონ უნდა მონიშნოს, აბა რა მამული სხვა შემთხვევაში. არ იცი საბელით სიარული, ანუ არასოდეს არ კეთებ, იმიტომ რომ ეზო ძალიან კომპაქტურია და პატარობიდანვე არ დაჭირვები, ანუ ძალიან მინდა თუ გვიანია რა 5 წლისა უკვე ბანჩი რომ ეს გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ჩვენ არ გჭირდებათ ძაღლის ფსიქოლოგი. ჩვენ გჭირდებათ ბავშვის. ჩვენ გჭირდებათ ადამიანის ფსიქოლოგი, იმიტომ რომ მაგას ძაღლად ვერ აღიქონთ. მე რაც მესმოდა ლაბორატორი იმას შევა ეს ხუმრობს, ეშმაკობს, პროტეზ გამოთქვამს, ახასიათას. კი, ბევრი. ჩემი სილამაზე ვინა ჩემი სიმპათურმა კოცი და მოგცემ. ფაქტურად ადამიანი, არ ვიცი, მე ვერ აღვიქვამ მას ძაღლა და მე მგონი თვითონაც არ აღიქვავს, არც ჯერა რომ ძაღლია. ბანჩის პრობლემა, როგორც მე მივხვდი პირველივე ნახვიდან, პირველივე წამიდან ის არის რომ ოჯახის წევრები, ანუ დედა, აჩიკო დედამისი და დანარჩენი წევრების მას აღიქვამენ როგორც ერთ-ერთ ბავშვს. ეფერებიან, როცა ნერვიულობს, ყებს, ეფერებიან, აწყნარებენ. როცა გაბრაზებულია, მაშინაც ეფერებიან, ეხვეწებიან, არ გაბრაზე. როცა რამეს აკეთებს, ეხვეწებიან, გააკეთე. როცა არ აკეთებს, მაშინაც ეხვეწებიან. ანუ აი ექცევიან როგორც პატარა გაბუტულ ბავშვს. ეს არ იყო საჭირო ძაღლისთვის. შენ ადგილზე წადი. ხოჭ. რამდენჯერმე უნდა და მოიძალოსული საბილოჯებში არ აიც არა, იმიტომ რომ იქიდან და აკონტროლოს აქ რა ხდება. ჩვენ რა გვინდა რომ უთხრა ადგილზე და წავიდეს დაჯდეს ხარ. კი ბატონო. ხო, ანუ ეს არის იმის პრობლემა ჩემი აზრით, რომ ძაღლი არ გზნობს თავს თქვენს დაქვემდებარებულ არსებას. კი ბატონო. ეს არის დირექტორი ყველაფრის. ეს როცა თქვენ მიდიხართ და ეს იწყებს ნერვიულობას, იმიტომ რომ მის დამი დაქვემდებარებული ხალხი არ იცის სად არის, იქნებ რამე დაემართათ. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ძაღლი დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, რომ არ ინერვიულოს არაფერზე, არც თქვენზე და არც საკუთარ თავზე. მიხვდეს რომ ყველაფერი აქ არის შვიდაწყნარად, ოჯახს ყავს უფროსი. მოდი ორი მარტივი ბრძანება გავაკეთოთ, თუ შეგვიძლია. იქ მარტო დაჯექი და თქვა დაწექი. ორი მეტი არაფერი. დაჯექი მან? დაწექი ახლა? ბანჩი მოდი ახლა ჩემთან. დაჯექი ახლა? მე რა გითხარი? დაჯექი? დაწექი? არა, არ დაჯდე დაწექი. ამ დროს იყო ორი სიტყვა სათქმელი დაჯექი და დაწექი. ოღონდ იყო შესაბამისი ინტონაციით და ყოველგვარი დამატებითი რას აკეთებ, არ აქვს ხვენია, ხო ერთხელ დასვით. დაჯექი? აი, და სანამ არ დაჯდება აღარ გავუმეოროთ. არ უნდა დაემშვიდობოთ ძაღლს. გადით ისე როგორც თითქოს არაფერი მოვლენ, ამისგან არ უნდა გააკეთდეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. ძაღლს რო ეფერები, ძაღლის შინაგანად ეგზნება, ხო? აგზნებული ძაღლი უბრალოდ რჩება მარტო. აგზნებული რა უნდა ქნას, ხო? ეგრე. აურიო საწოლი. არა და ამისთვის ძალიან მარტივია. დადებითი ემოციებიდან გადახტომა უარყოფითზე არის ერთი წამი. პირველი წუთები უჭირს ყველაზე მაგრად დარჩენა, როცა მარტო რჩება. ამიტომ რაღაცით უნდა გაერთოს, რაღაცაზე უნდა გადაერთოს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჩემ ძაღლს ყველაზე ძალიან უყვარს არის ესეთი სათამაშო. აქ უყური ნამსხვრებს და დაფშვნეთ რაღაცაზე ჩაუყური. ადამიანის ნამსხვრები მისთვის მოვიდა. მოდი ბაჭი. რა ინტერესია. ეხლა წაიღებს თავის ადგილას. აუცილებლად თავის ადგილას წაიღებს, აი. იქ ეხლა დაუწევს დიდხანს ექვას. აი ინტერესებს რა მოხდება. ერთი 10-15 წუთი რომ გაერთოს აი ეს სამთავრობო მე იმის ნერვიულობა გამორიცხულია. ამის გაკეთების წინ აუცილებელია დასვა. მე კარი გააღო და უნდა დარწმუნდე რომ ძალიან არ გაქვს. თუ გარბის გაჩერდი და დაელოდე სანამ დაჯდება. შვენია. ეხლა გავიდით. კარი გააღო და არ გავიდეს არ. მანდაც დასვა. და რომ წახო უთხარი მოდიან რაღაც. всё. შვენია. დაჯექი. აუცილებლად მეაქცია ყურადღება ორივე ხელი ჩამოშვებული. ტანი მთლიანად მოდუნებული, თავი მაღლა. იყურები წინ, ძაღლს არ უყურებ. თვალის კუთხეებით ხედავ მარტო. შენ მიდიხარ მშვიდად შენთვის, თავი მაღლა. აი დავიწყებ ახლა სეულს, ჯერ უკვე წინ არის. ძაღლის თავი უნდა იყოს სადღაც აი აქ. კი ბატონო. მოხლის ცოტა წინ. დაჯექი. ესე ასე მოკაშვას აზრი არ აქვს. კი ბატონო. თუ ჩადის დაბლა უცბად, ფეხები ესე ეღუნება და უფრო ძლიერი ხდება. და შენ ამას ვერ აჯობებ. კი ბატონო. ხო? უნდა ისე მოკაჩო, რომ წონასწორობა დაკარგოს. ფეხები უნდა ააცილოს მიწას. აი, წონასწორობა და არც ტკივა, არც წყინს, არც ის. ეს მკვეთრ. წამის მიასეთი. და ნახე როგორ თვითონ მიყურებს. ეხლა რო რას გავაკეთებ მელოდება. ძაღლი მოდის ან გვერდით, დაჯექი.
ან გვერდით, ან ცოტა უკან. დაახლოებით ახლა იწყებს ამის მიხვედრას და ხო დაინახე, ხო, ძირითადად უკან. კარგი რა არის, ზაღლი გიყურებს შენ. თვითონ აღარ უყურებს იქ რომელ ხესთან მივიდეს ან რომელ ბუჩქთან, ხო? გიყურებს შენ. აი ეს არის პატრონს მიყავს ზაღლის ასერნო. რუსას აუცილებლად ჭირდება რა დაღლა კავშირი პატრონთან და დამორჩილება. ხო ეთქობა დაღლილობის შედეგად რა გამოდის? რა ყოველ დღე უნდა ეგრე დაიღალოს ზაღლი. დილით 9 საათი, საღამოს 9 საათი ყველაზე მთავარი დევიზი არის ბედნიერი ზაღლი, დაღლილი ზაღლი. რამეში მივხვდი რომ ეს 5 წელი სუტყვილად მიწვალია. იმიტომ რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლება რაღაცების გაკეთება და პატრონს უფრო ჭირდება რჩევა დარიგება და ტრეინინგი ვიდრე ძაღლს. საბოლოო ჯამში მე ამ დასკვნამდე მივედი, იმიტომ რომ თურმე შეიძლება 2-3 დღეში ძალიან მარტივად ისეთ შედეგებს მიაღწიო, რასაც მეგონა რომ წლები ჭირდებოდა. ის რომ კარზე ზარი არის და თავის ადგილზე ვეუბნები და მივანიშნებ დაჯექი, აღარ მომყვება, აღარ გარბის ჩემზე წინ. გამარჯობა. აი ზიანო და როგორც ხედავთ, შედეგი გვაქვს, თავის ადგილზე ზის და გელოდებათ. ეზოში როცა ჩადის მომყვება კიბეზე, ჩემზე წინ აღარ გარბის. ეხლა ისე არის, რომ სანამ მე არ ვეთქვი, რომ წადი, მანამდე ესე დინჯად იყურება და ამომხედავს ხოლმე ეს ეთვალებით, რომ უკვე რატო ვიძლები ბრძანებებს. იმის გამო, რომ ვერ ნახა ოჯახის წევრებში ესეთი ენერგია, ლიდერის ენერგია, თვითონ მოუწია პირდაპირ მნიშვნელობით მოუწია ლიდერად გახდომა, იმიტომ რომ ოჯახის უსაფრთხოება დაეცვა. ამიტომ იყო ნერვიული, უწევდა ამხელა ოჯახის გაძღოლა და მისი დაცვა. როგორც კი იგზნო პატრონისგან სიმშვიდე, გააცნობიერა რომ შედარებით სიმშვიდეა ოჯახში, ყავს მას უფროსი და თვითონაც დაწუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ საწოლზე რაღაცებს ვაწყობთ, ხოლმე რომ ეს ვაჟბატონი არ აბრძანდეს, მცდელობა იყო, ჯერ კიდე მცდელობა იყო ასვლის. ამ ეტაპზე ეს ჯერ გადაულახავი პრობლემა არის. ნახოთ რა იქნება მომავალში. ესე იგი, ზიანო და ჩვენ ზაღს ვიცნობთ და მე ისე შევშლება დავჩვენო, რომ სხვა ზაღს გადააცვით ამის ტყავი და დაამსგავსეთ, თორე ეს აქ იქცეოდა, გახსოვს ყველა სხვა და რაღაც გადაცემაში ყოფილიყო და აი დაგვამხო თავზე ყველაფერი, მარტო ჩვენ კი არა, ყველაფერს დაუარა შემოვა, წაიყვანა აჩიკომ, ვერ გავაჩერეთ უბრალოდ რა. ანუ ესე ადვილია ვითომ შორის მეც ვიყავი. ოღონ წიგნის პრეზენტაციაში. მე ის ჰასკი წავდათ, პატარა აქსას წავდათ და ასე შემდეგ იმერ. აჩიკო ცოტა ისეთი მეჩვენა, რაღაცნაირი. აჩიკოც მოათვინიერა მე მგონი. ჩაყრილი შრომა და თურმე რა მარტივი იყო, ცოტა დაღურემილი და ისეთი მარტივი, რეალურად ისეთი მარტივი აღმოჩნდა ამ ზაღლის რა ვიცი მოთვინიერება, რომ კინაღამ ჩაგვიშალა სიუჟეტი სინამდვილეში. თავიდან მეც ვნახე რომ მივედი. ზაღლის იმიჯით აღარ წარსდგა თქვენს ხო, აი თავიდან რომ მივედი 1 საათი ფართხალა იქ ოქინა, იქ აქანა, გვახტა რაღაცა იქ და მაგრამ როგორც კი პირველივე თქმაზე რო უთხარი აჩქოს, ასე და ასე უთხარი. იმის მერე ის ზაღლი ცოტათ აღარ მოქცეულა. აღარ უნდა ცოტათ მოქცევა, უნდა და კარგად მოქცევა იმის გაკეთება, რასაც ეუბნებიან, რასაც სწორად ეუბნებიან პატრონები. და აი რა უთხარით ის ერთი ჯადოსნური რა? არა, ჯადოსნური არა, მე გეტყვით, აი ეკას ხო, იქ რო ჩანდა, ბერჯერ არ გაუმეორო რო უთხარით. ალბათ ეგეც მნიშვნელოვანია. როცა ეუბნები დაჯექი, არ უნდა თქვა დაჯექი. აი დაჯექი მე შენ მე რას გეუბნები, მე შენ ახლა იცი რას გიზამ. აღარ უნდა ამდენ დაჯექი და დაელო. დაჯექი. ინტონაციას აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენ ინტონაციაში სინკაცები არ შემინიშნავს და აბა როგორ? არ არის საჭირო, თვითდაჯერებულობაა საჭირო. უნდა იცოდეს შენ რომ შენაცაც ეუბნები ის გააკეთებს, შენ უნდა გინდოდეს რომ ის გააკეთოს. ის კი არა რაღაცა ეხლა არ უნდა დაუყვირო ხო თქვა კარგი როგორ არის ის სკოლაში იგი დედა ქალბატონი მარინა აჯიკოს დედა არის მასწავლებელი მე რომ პირად საუბარში რო აუხსენი ზუსტად მიხვდა და ისიც დამეხმარა მე მაგ ზაღლის მოთმინებაში მოსწავლეს ხო არ ეხვეწები რომ მიდი რა შვილო ის ხო ნუ ეუბნები ხო ჩაულებრივად თუ ეჩხუბები ის გიბრაზდება და ან სწავლობს ან არა და მე რაღაც დაბოლია და რაღაც ყალდაბანია ჩაულებრივად ხო ჩაულებრივად როცა ეუბნები ხო ესა და ეს ეუბნები ზუსტად იცი აი ესა და ეს ისწავლე ესა და ეს გააკეთე ყველაფერს ეუბნები იმას რაც ზუსტად იცი ხო იმანაც გაიგოს ზუსტად ზაღლის ეგრეა ზუსტად ეუბნები დაჯექი იმან მეცოდი რომ დაჯდომას ეუბნები და არა მე შენ ხვალ ნამსხარს არ მოგცემ დღეს თუ შენ არ დაჯდები და ასე შემდეგ რა
და კიდე ზედმეტი ფერება, ყველაფერში ფერება. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, ხო? და ეს არ არის მხოლოდ აჩიკოს ოჯახის პრობლემა ალბათ. არა, რას ლაპარაკობთ, გუშინ თუ შეიძლება ჩავრთავ. გუშინ Facebook-ში მომწერა ერთმა ძალიან კეთილმა პატრონმა, რომელმაც ამოიყვანა თავშესაფრიდან 10 თვის კოკერ სპანიელი და რამდენიმე დღე ყავს სახში და რაღაც რჩევებს მეკითხებენ ხოლმე და ერთ-ერთი რჩევა იყო გუშინ მომწერა, რა ვქნაო, მითხარითო ხელში როცა ამყავს მიღრენსო ეს დაღლიო და რა უნდა გავაკეთო ვერაფრით ვერ მიხვდი მე ვთქარი ნუ აკავთ ხელში ეს დაღლიო თუ გიღრენს ხო ესე იგი არ სიამოვნებს ხო თან ახალი მიყვანილია ვერ შეშეული ხო და ნუ აშკარად დისკომფორტ შედა და ეწყინა იმიტომ რომ უნდა მოფერება თავისი ხო არა ეს საყვარელია როგორ არა ვიყანო ეს ხო საყვარელი დაღლიო და არა ვიყანო ну მე უკან ელე ხუმრობაში კი შემიძლია მე მგონი მაგრამ ნუ თავიდან ხმონებრივია ხო თუ გიღრენს და აი და ცოტა ესე კი არსებობს ისედაც რომ შენი ზაღლია უკვე დიდი ხანი ხო თუ ზაღლმა უკვე დაგიწყო თამაშის დროსაც კი ღრენა იმ მომენტში უნდა დამთავრდეს ის თამაში ისედაც ესეთი კაცრი უფრო შორს არ გავიდეს მე პრობლემა და იქვე მე ზაღლი აკვირდება რომ ყველაზე ცუდი სასჯელი მისთვის არის რომ პატრონმა ყურადღება არ მიაქციოს მით რეალდები და სოის ზაღლი დაისაჯა ამას არც ცემა უნდა ქაღალდის ცხვირში დარტყმა თუ გაზეთის არც წიხლის ნუცხადია მით უმეტეს არ და აი მანჩის მაგალითად რომ ვიმსჯელოთ 5 წლის ესაც თქვა გაფუჭებული ხო ანუ თუ შეიძლება ცისებები თქვა ერთი თქმით როგორ უცებ დაექვემდება და თუ როგორ ხდება ეს გარდაქმნა მიდგომით, ხო, მიდგომის შესვლით, იმიტომ რომ არ უნდა ზაღლი სულ აგზნებული იყო, თქვენ სხვა ახაც ხო ნახეთ, როგორ სულ აგზნებული არ ჩერდება და როცა სახში ასე შვებოდა, ეხლა მეც რო ვნახე, ხო, რაც ჩემი თვალით ვნახე. აგზნებულია ზაღლი და ესენი ის რომ მოდის, ესეც სათამაშოც, ხო, ქოქინით, ქაქანით. ესენიც რაღაცა FT თამაშებიან იქ ბურთზე, ეკაჩება გამოჩნდა კადრში, ხო, ბურთს მოიტანა თვითონ და აწვდის ბურთს მოდი მეთამაშო და ესეც ეთამაშებ. არ არის ეგრე ზაღლს უნდა ეთამაშო, მაშინ როცა შენ გინდა ეთამაშო. ზაღლმა უნდა იცოდეს, რომ ის კი არ გიბრძანებს, მოდი მეთამაშო. შენ ეძახი, მოდი ვითამაშო. როგორ გავს ბავშვებთან რაღაც ურთიერთობას არა ნუ რაღაც ძირითად მეთოდებში გავს ხო მე ცხადია ბავშვი თავისითაც იზრდება და მე თავის აზროვნებას იწყებს მაგრამ ეს რაღაც პირველ საწყის ეტაპზე თითქმის აი ხო იყო ზერონდალის თემა ჩუსტებს რო ჭამს აი სახლის აი ამასთან დაკავშირებით რა უნდა გააკეთოს ეგეც იგივე პრობლემაა ეგ არის იმის პრობლემა რომ ზაღლი თავის თავს აყენებს ყველაზე მაღლა და როცა ხალხი არ არის სახში როცა მისი ხალხი აღარ არის მის თვითონ ხარ ჯგუფს ამი ნერვიულობს თვითონაც ნერვიულობს პროტესტს არ გამოხატავს ეს პროტესტის გამოხატვა და აქციების მოწყობა და რაღაც არჩევნებში მონაწილეობა ადამიანების ნაკლია ასე ვთქვა და ეს ზაღლი თავისთვის არის არაფერ პროტესტს არ გამოხატვა არის ის პროტესტი ღირსება ეწყინა იმას ქნა ესეთი რაღაცები არ ახასიათებს ზაღლს არა აქ ბუნებაში არა აქ ზაღლი ხო შეიძლება ჭიქამ გამოხატოს პროტესტი ზაღლს აქ უნდა რომ შეერცხვა ეს არა საიდან რა უნდა თორმა შეერცხოს წესები პროტესტებენ ხოლმე ეს ეროზიან ხოლმე ეშინიათ ეგ უფრო რაღაცა ხვდებიან რომ არ არის სწორი მაგრამ შეერცხოს ცოტა ნამეტანია სიყვარული ხო შეუძლია ზიანოდარ ეხლა ყველაფერს სიყვარული მე მყავდა ზაგრები ვიტყოდი რაღაცას მაგრამ თავდასხმა სხვა არის კონკრეტულ რაღაცას კითხავთ აი პატრონ აი ჰაჩიკოს ვარიანტი აი ხო ხვდებით რაზეც გეუბნებით ესენი ხო არის აი ხა გამდენიმე დღეს წინ იყო Facebook-ზე მე მგონი თქვენთან თუ არა არ ვიცი პატრონის საფლავზე რო ადის და ეს ერთგულებაა ჭამე და საპარაკო ერთგულებაა ხო ერთგულება იგივე თავშესაფარშიც ვაყავთ ხოლმე ზაღლები რომელიც პატრონმა გამოგდეს უკვე რამდენიმე წლის 5 6 7 წლის 10 წლის ზაღლები და მე ზაღლები შიმშილით მკვდება არ ჭამე აბა რა ქვია ამ თვისებას არაფერი დისკომფორტი სიყვარული შეიძლება დავარქოთ ეხლა სიყვარული პრინციპში მაშინ ეგეთ ქიმიურად შეგვიძლია დავყოთ ადამიანშიც და იქაც რაღაც დავარქოთ მაგრამ ერთგულება ძალიან მაგარი გზნობაა და დაცარიელდა მისთვის ცხოვრება სამყარო დაცარიელდა აღარ არის არ ყავს თავის პატრონი, თავის ლიდერი არ ყავს და უკვე აღარ იცის რა უნდა გააკეთოს, ვერ გზნობს თავს კარგად. ერქვა სიყვარული ხარ, აფერ პრობლემაა, თვითონ ამდღოთ არ არის კაი სიყვარული. ანუ თქვენ ამბობთ რომ ზაღლის მიმართ ზედმეტი სიყვარულის გამოხატვა მისთვის არის მავნებელი? კი, მავნებელი აუცილებლად სიყვარული ზაღლისთვის არის რომელიღაცა პლანზე. სხვა პლან ადამიანის სიყვარული რომელიღაც პლანზე პირველი ხო ადრესნათქვამი მაქვს, პირველი არის უსაფრთხოება და მეორე წესების ცოდნა. აი ეს უნდა იცოდეს ზაღლმა აუცილებლად და თავისი ადგილი. ხო, ანუ ეს წესების ცოდნაში შედის რა. აბა როგორ ახალისდეს კარგი საქციელისთვის პატრონის ძვალი ფერე. ანუ ეცია ხო ძვალი ან რაღაც სასუსნავ ძვალს მე არ ხმარო, მაგრამ არა ეგ ისეთ სათამაშო კი არა, გამომცხვარი ძვალების ხო. ხო ეს. აბა ზედმეტი სიტყვაში რა იგულისხმება? აი ზედმეტ პატრონის მხრიდან ზაღლის არა ზედმეტი აი როცა გჭირდება რაღაცა გააკეთოს ზაღლმა გინდა რომ დაждდეს ან რაღაცა ან გინდა რომ რაღაცა არ გააკეთოს იმ დროს კი არ უნდა მოეფერო იმ დროს უნდა უბრძანო და ეს ზაღლისთვის არ არის საწყენი
ძაღლი ამას იგებს, შვიდდება და რომ შვიდდება, მაშინ რამდენიც გინდა იმდენი ეფერე. ეფერეთ ქალბატონ მანას უთხარი 23 საათი და 45 წუთი გვაქვს დღეში, იმისთვის რომ მოვეფეროთ. ის 15 წუთი საერთო ჯამში რო შევკრიბოთ, ბრძანებებზე და იმებზე დისციპლინაზე დავხარჯოთ. არ იქნება და ის 15 წუთი სავსებით საკმარისია, არ უნდა მეტი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, სულ მაწუხებს ეს კითხვა, რომ რატომ ხდება, რომ საზღვარგარეთ ძაღლები მშვიდები, ყეფას ვერ გაიგებ, არ არის ნაქრენცილები და ჩვენთან არიან ყეფენ, რაღაცა ძალიან ისეთი ძაღლები. არის რა არის ეს? აი შეიძლება ის ძალიან დიდი მარტო ძაღლებზე ამბობ თუ ზოგადად ადამიანებზეც. არა, ადამიანები ძაღლები არ გამოგეკიდებიან, არ გიყბენენ, აი ეს სადაა ჩვენთან. არ არის ჯერ ერთი ეგრე, ნუ ვთქვათ ხო, არსებობს აშკარად. ეგრე რო იყოს, მაშინ არ არსებობდნენ ისეთი ცნობილი ძაღლების სპეციალისტები, როგორც მე ცეზარ მილანი და არ არის მთლად. ჩვენ ადამიანებისგან ნუ გერმანიაში შეიძლება ეგრე გინახავთ. გერმანიაში მართლა მეც კი მიკვირდა ხოლმე რაღაცა თვითონ როგორც დადის პატრონი, რა ტემპიტას დადის, როგორ ხასიათზეს დადის და ისე მიდიან ეს მშვიდად. არაფერი ყეფა არ გამიგია გერმანია 4 წელი ცხოვრობ. არ ვიცი, ეგ უკვე გერმანელებისთვის არ უნდათ არაწყობთ ეს ასწავლიან ისე რომ არ აიყეფოს ძაღლმა სემენ პატრის მეზობელს ეხა. რო არიყეფოს, სწორია მე, ძაღლი რო არიყეფება საერთოდ. მე მგონი ეს პატრის ტემპერამენტიდან გამომდინარე ხდება. ნუ ეხა ჩვენ საგზნებულები, ისინი საგზნებულები ძაღლი არა, ეხა პატრონის. და ალბათ იმ ცოდნაშიც, რომელიც შეიძლება ვთქვათ გერმანიაში, როდესაც ძაღლს იყვანს ადამიანი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იძეს ამ ცოდნას და ჩვენთან ალბათ ეს ნაკლებად არის და ზუსტად ამიტომაც არის ჩვენს გადაცემაში ეს რუბრიკა. გარდა მაგისა, კაი, თქვა დაუშვათ პასუხისმგებლობა აქვს ქართველსაც დაუშვათ, უბრალოდ ჩვენთან და საქართველოში და მისი პასუხისმგებლობა მისი აზრით არის უნდა აჭამოს და ნუ ექიმთანაც წაიყვანოს. ამის იქით შეიძლება აღარც მიდის. ეხლა რამდენს ხო წერილებს რო ვეკითხები დაჯდომა, აი ძირითადი ბრძანებები დაჯექიადა კი იცის, არ გვისწავლებია. გარეთ ამდენჯერ გაკავთ, აი როცა მოვიცილეთ ახლა სამსახურიდან, რას აკეთებთ ამაზე უფრო მნიშვნელოვანს, რომ ზაღლისთვის 9 საათი ვერ პოულობთ. აი რას დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ახერხებენ გარდა სამსახურის. რომ მარტო მუშაობდეს 24 საათი, კიდე მესმის. ხო კიდე ცხადია, რომ ბევრ რაღაც აკეთებს სხვასაც, ხო მეგობრებსაც ნახულობს, ყავასაც სვამს, იქაც მიდის. მაგრამ უბრალოდ ძაღლი არ უნდა იყოლე. მოგეთ ჩვენ უამრავი სასაუბრო და შემდეგი შაბათისთვის ზიანო და ყოველი 4 ამიტომ ახლა უნდა დავასრულოთ და აღარ იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა უფრო ესეთ კონცენტრირებული კი, რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ დღეს ვისწავლეთ, ისე იმდენად უნდა გჯეროდეს შენ რა დავალებასაც აძლევ შენს ძაღლს, რომ მალე ავტომატურად შეასრულოს ეს. ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილში ჩვენი სტუმარი გახლავთ 25 წლის ქართველი მეცო-სოპრანო ანეტა რაჭველიშვილი, რომელიც იმღერებს ჩვენს ეთერში, თუ რა სიმღერებს, ამას ალბათ ერთად ნახავთ, დაგველოდებით, დარწმუნებული ვარ, ზიანოდარიც რა თქმა უნდა დაელოდება ამ ძალიან საინტერესო ამბავს. იმღერებს იმას, რაც არასდროს არსად არ უმღერებს. კი ბატონო, დავაკონკრეტებ ბოლომდე დავტოვოთ ცოტა ინტრიგა, როგორც შევიახეთ. ნიკოლოზ რაჭველიც ხდება ჩვენთან, ასე რომ